მოგესალმებით, როგორ ხართ? აი ესეთი საყვარელი მზით ვიწყებ ჩემ ვლოგს, რომელიც ძალიან დიდი ხანი მინდოდა და როგორც იქნა, მომართვეს. დღევანდელ ვლოგში ბევრი ჭამასმა გვექნება ხალხნო. ასე იგი გაგიზიარებთ ერთ კარგ რეცეპტს, ბავშვებს მოეწონებათ, ბავშვები კი არა და დიდებიც არ დავრჩეთ უკმაყოფილო. ყაბაყი შეგიძლიათ გააკეთოთ ჩიფსები. ნუ ჩიფსებს ვერ დავარქმევდი, უფრო რაღაცა ისეთი ხემსია რა, საღამოს ჩაჯდომას რომ მოუხდება. დაჭერით აი ასე როგორც ხედავთ, მოყარით ფქვილი რომ ზედმეტი სითხე კიდევ შეიწოვოს და გამოაშროს ცოტა ეს ყაბაყი. შეურიეთ ერთ-ერთზე სახამებელი ფქვილი და ცივი ლუდი, ნუ მარილი და თუ მარილთან ერთად ცოტა სიმწარესაც დაამატებთ, ძალიან მოუხდება, მაგალითად ტკბილი დაფქვილი წიწაკა შეგიძლიათ დაამატოთ. აი ასე, მე ამოავლებთ, შებრაწავთ ზეთში. ძალიან მალე იწვება და მიირთმევთ გემრიელად. ზეთიდან ამოყრის შემდეგ თუ დაწურავთ ან თუნდაც ხელსახოცებზე დააფენთ, ბევრად უფრო ნაკლები ცხიმი აყვება. ცოტა ხანში ფეხბურთი იწყება. და მოდი გავაკეთოთ კოქტეილი. საინტერესო ვარიანტი შემოხდა. და მოვამზადოთ და ვწრუპოთ. ყველას გექნებათ თქვენი რეცეპტი, მაგრამ მე ძალიან მარტივს გაგიზიარებთ. შეგიძლიათ გაყინოთ საზამთროს ნაჭრები, შეეცადეთ რომ იყოს უკურკო უფრო მარტივია, მე გასახეხა და ესე გახეხავთ და აყრით, რა თქმა უნდა, ბევრ ყინულს, ლაიმს ან ლიმონს და ალკოჰოლი და სპრაიტი. ბავშვებსაც შევკვირდი და ნუ ბავშვებისთვის რა თქმა უნდა უალკოჰოლოდ გავაკეთებ. მხოლოდ სპრაიტით და ჩვენთვის ცოტა ჩავისხამ. ამბოლო დროს ძალიან გავფუჭდი, თქვენ თუ აგვირდებით. როგორი გურთულა მაქვს, აქ უნდა გავიკეთო. ზედიზედ უკვე იმდენჯერ გავაკეთე ესეც და კიდევ მინდა მოვსინჯო რეჰანით და პიტნით. ძალიან კარგი ლიმონათი გამოდის, თუმცა იქაც შეიძლება ალკოჰოლის შერევა და გაკოქტეილება. ხო და აღმოაჩინე რომ ჭიქები არა მაქვს შესაფერისი, სხვათა შორის საყრდენია ოჯახში. ოპა მეზობელ მახალი კალანფოე მაჩუკა უდიდესი და უგრანდიოზულესი და იზველები ახლა გადავწყვიტე და ამოვყარო და გადავყარო ხო რამდენი ხანს კაი ყველაფერს თავისი დრო და ჟავი ხო აქვს ნახეთ რა ხელაა იქნება მარ მაინც გაიხაროს ფერი არ ვიცი იმიტომ რომ ბევრი გვაქვსო და არ ვიცი ეს რომელი ფერიაო ნახე იმედია რომ ეს მაინც გამახარებს თუ არა და ბალბის იქით ჩემ სახლში არანაირი ყვავილის ხსენება არ იქნება არასოდეს უცბად გავათავისუფლე ქოთანი მიწა რომ მაქვს ბოლომად კი იცით შემორჩენილი ჩავდგე და რა ვიცი აბა შევცქერი ჯერჯერობით კარგად გამოიყურება და მთავარია იყვავილოს კარგად იყვნენ ისინიც გალაღებულები მაგრამ რაღაცა საპირწონე ყვავილი არ მაღირსეს ხო და ამიტომაც გავუყენე სანაგვისკენ გზას უსულოს კი არა სულიერს ვერ გადავყვები ვისაც არ უნდა კარგად იყოს სადაც იქნება იქ ჩავდგე წყალიც დავუსხი იმედია გაიხარებს ამასობაში ამოვიტანე ამანათი ნივთებით სერიიდან ეყაროს რა იცი რა შედაგჭირდეს ზუსტად ეს არის ტელეფონის ჩასადები რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ აუზზე ტბაზე მდინარეზე ზღვაზე რა ვიცი ყველგან სადაც წყალია და წყლის ქვეშაც კი გადაიღოთ თუ მაინც და მაინც რაიმე საჭიროება იყო ეს ისე საზღვაო ჩანთა ესეც შესაბამისად აუცილებელი არ არის ზღვაგანაც გამოდგება ნებისმიერ წყლის პირას შესაბამისად ესეც უნდა ეყაროს იმიტომ რომ ძველები რაც მგონდა გადავყარე და ეს ძალიან კაი ჩვევა მაქვს სანამ არ ვყრი ძველს ახალს ვერ დავადგამ ხოლმე საშუალებას რომ რაღაცა ახალი ვიყიდო ამიტომ ესე უფრო მიმარტივდება გავიქნებ და მე დავდივარ და ვეძებ ახლებს ეს ყვავილები რომელიც ჩამომივიდა წინაზე აივანზე ხელოვნური და ძალიან რომ მომეწონა კიდევ ორი ფერი დავამატეთ გობაშენ ხო გითხარით ხო და აგერ ბატონო ჩამოვიდა ავაწყევსე უცებ და რა ვიცი ძალიან მომწონს
ეს საყვარელი თუთიყუში რომ გამოვწერე, რატომღაც მახსოვდა, რომ ზომების არჩევანი იყო და ყველაზე დიდი მოვნიშნე, მაგრამ რომ გადავამოწმე, არანაირი ზომები არ არის მითითებული, ანუ სტანდარტია, რაც არის, ეს არის და არის პატარა რა, ცოტა უფრო დიდი მეგონა, მაგრამ არა უშავს. ვისაც მოგწონთ, მიცოდეთ, რომ დაახლოებით 10 სანტიმეტრი იქნება. თითქოს მახსოვს ზომები იყო, თუ არც იყო. არ ვიცი. წავიდეთ და ამასაც მივუჩინოთ ადგილ შკარბებს. სხვათა შორის ესენი სუსტები გამოდგა. ის წინას აზრა. ეხლა ვცადოთ რა ვიცი და თუ არა და მე ეს ხო ვყიდი უფრო მყარებს. ან ამის სხვას მოვიფიქრებ, სხვა სამაგრს. ყველაფერს ეშვედება. ორჩი, მოდი ვნახოთ რა გამოგვივიდა. აი ამ ჭიკჭიკის ხმას შეგნებულად გიტოვებთ. ძალიან ლამაზია ორივე, სამივე, მაგრამ პირველ ადგილზე რეალურად აი ამას დავაყენებდი და მეორე ადგილზე თეთრს. ისიც მომწონს, მაგრამ ეს ორი ჯობია. ჩემი ჭიტუნია, ცოტა დიდი რა ყოფილიყო უკეთესი, მაგრამ არა უშავს. 14 ივლისის საღამოა. და ჩაი გავიკეთე, მეთქი აივანზე დავალევ რაღაცა. კი გადავეშვათ ფიქრებში. ისა ცივა. აი როგორ ცივა იცი? შუა დღისით. ხრჩობა იყო ჩვეულებრივი. ვიგუდებოდი. დღევანდელი ბლოგი რაღაცნაირად სმაჭაბის გამოვა. მოხამედ ლინებს გავაკეთებ. კარგი ხანია სხვათა შორის არ გამიკეთებია. თუმცა ამ ბლოგში სხვადასხვა დღის კადრებია. ერთი, მეორე, მესამე და ასე შემდეგ. ისე რომ ეს ყველაფერი ერთხელში არ ხდება. ლინებს გამოვაცხობ და გემრიელ ყავას მივიღებ. მე დაველოდები კი ვინდა ყავა, მაგრამ მირჩენია რაღაცა გემრიელიც მივაყოლო და ბარემ დავასრულო დღე, იმიტომ რომ უკვე საღამოა და აღარ მინდა რომ გვიან ვჭამო. თან ცოტას ისაუბრებ თქვენთან. რამდენიმე დღეა ვცხოვრობ ერთი სვანი ქალბატონის ამბების ფეხთა ყვალ. დარწმუნებული ვარ თქვენ შეგხვდებოდათ. მე ვფიქრობ რომ ძალიან გვიან ვიპოვე და შემხვდა, იმიტომ რომ თურმე უკვე რამდენიმე თვეა, 2 თვეა თუ რაღაც. რაც ეს ქალბატონი სოციალურ ქსელში ყვება, აი შემზარავ საკუთარ ისტორიას, რომელიც თავს დაატყდა 9 წლის ბავშვს. 9 წლის ბავშვს. 90-იანების საქართველოში. სადღაც 44 წლის უნდა იყოს სავარაუდოდ, როგორც მე გამომაქვს აზრი, ეს ქალბატონი. ხო და ხო წარმოგიდგენიათ ახლა 9 წლის რომელ წლებში იყო? თან სვანეთში. სრულად შოკირებული ვარ, გაოგნებული გუსმენდი. როგორც ფილმის სცენარს, გეფიცები, გააზრება გაგიჭირდება ადამიანს, თუ კიდევ არ მოგისმენიათ და არ იცით, გამიკვირდება სიმართლე რომ გითხრათ და აუცილებლად ნახეთ თამუნას პოდკასტი ვეძებ YouTube-ზე. მე TikTok-ზე შემხვდა და მე YouTube-ზე ვნახე. მართლა საოცრება, აი ვიტყვი რომ ღვთისხელიურევია, რომ ეს ბავშვი საერთოდ გადარჩა. ან თავს რომ რამე არ აუტეხა და ან უბრალოდ რა ვიცი, ამდენი რაღაცის გადამკიდე, გადამყრელი, საერთოდ თვითონ რო გადარჩა რა. უამრავი ადამიანის პოსტი შემხვდა, მხარდამჭერი, რაღაცა აშკარად რომ გვერდში უდგანან ამ ადამიანს და ნამდვილად ეს ასეც უნდა იყოს, სხვანაირად წარმოუდგენელია. წამითაც კი ვერ შეძლება ადამიანი ამ ბავშვის ადგილზე, აი ბავშვის ადგილზე თავი დააყენო, წარმოუდგენელია. სამწუხაროდ ფაქტია, რომ ეს არ არის ცალკეული შემთხვევა და ერთი არ იქნებოდა ეგეთი. აქ მაინც და მაინც სვანეთში არ არის ისედაც სასწაულებს გაიგონებს ყური, სვანეთის უბრალოდ გინდა სხვადასხვა კუთხეებში, მაგრამ საშინელება ის არის, რომ ეს ქალბატონი არ საუბრობს ერთ ღორზე და ორ ღორზე, საუბრობს საკმაოდ დიდ ჯგუფზე.
რაც აი ჩემთვის საშინელი იმედის გამოსრულებელია თუ როგორ თქვა ხო იმიტომ რომ საერთოდ სხვა წარმოდგენა მაქვს მთის ხალხზე ბავშვობიდან ერთი ადამიანი როგორ არ გამოიჩნდა მართლა რომ აი მხრივ ობლებისთვის მოეკიდა ხელი და ეპატრონა სასწაული თუ გინდა არ ვიცი თელსვანეთს არც ეხება ეს ქალი ეხება იმ ადამიანებს ვინც ეს ყველაფერი იცოდა და აგრესიაც მათზე აქვს და წარმოუდგენელი ახალხსაც სხვათა შორის და იმ ადამიანებსაც ახლა ვისაც როგორ უნდა ისე ჭრის და კერავს უფრო როგორ უნდა არა ვისაც როგორ ეწვის ისე ჭრის და კერავს ზოგადად ყველაფერს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი არ ეხება თელსვანეთს რა ეხება იმ ადამიანებს და იმ ჯგუფს და სამწუხაროდ ეს არ არის ერთი და ორი ადამიანი კიდევ მეორე ვინც ეს ყველაფერი იცოდა ვინც ამ ყველაფერს ხედავდა მომსწრე იყო ვიცი იმაზე ფიქრიც კი რომ 9 წლის ბავშვს რეები გადაატანინეს აი რეები გადაატანინეს 14 წლის ასაკში 13 და 14 წლის საკუთარი თავები გავიხსენოთ რა ანუ 14 წლის ასაკში ეს გოგო იყო უკვე ორსულად ხო წამლეს და ვერ მოწამლეს და ვერ მოუკლეს მუცელში ეს ბავშვი ანუ ვერ გამოიღო შედეგი მათმა რაღაცა ბალახეულმა და ამ რაღაცა ხლაფორთმა წაიყვანეს 7 თვის ორსული ალბათ იმიტომ რომ არ იყო სრულად მშობიარობა არ ეკუთვნოდა ჯერ ანუ არ უწევდა ჯერ მშობიარობა და დამაჩქარებლებით ამ მშობიარეს 13-14 წლის ბავშვი ხალხო 14-ის კი არა 26 წლის ვხდებოდი პირველი ბავშვი რომ გავაჩინე სადაც არ მქონია საკეისრო დაგეგმილი და მეგონა რომ გავაჩენდი ვერ გავაჩინე მე შევიძლია გითხრათ რომ ვერ გავაჩენდი ბავშვს არასდროს არ გავაჩენდი ბავშვს აი ამ გამოცდილებით მე არ გავაჩენდი არ ვიმშობიარებდი წერტილი ორივე მყავს საკეისროთი ოღონდ პირველზე არ იყო დაგეგმილი რა ისეთი ჯოჯოხეთური ტკივილები ანუ საერთოდ როგორ გამოიარა ანუ საერთოდ როგორ გადაიტანა როგორ დარჩა საღგონებაზე 13-14 წლის დაუსრულებელი ჩამოუყალიბებელი ბავშვი მაგის მერე ხო კიდე ზემოდან ჯოჯოხეთი რომ იმ ერთმა მძორმა არ იკმარა ამ გოგოს გაუბედურება და ნამუსზე გადავლა და კიდე თავისი რაღაცა ასეთი ჯიშის რა იყვნენ რომ ძმებიც ეგეთებივე ან გიჟდები ნუ აი საერთოდ გაუგონარი რაღაცაა რა გაუგონარია შევდები ან წარმოუდგენელია მგონია რომ რაღაცა საშინელებათა ფილმის სცენარს უფრო კატეგორიის ადამიანები კიდე სად იყო აქამდე სად იყო ეხლა რაღა დროსია 35 წლის შემდეგ რაღაცა ელაპარაკობსო რა ამაზეო მანამდე სად იყო ანუ 9 წლის ბავშვის განითხოვენ, თუნდაც 13 და 14 და 15 წლის ბავშვის განითხოვენ, სად იყო? რატო მაშინ არ მოითხოვაო სამართალიო და რატო მაშინ არ მოსთხოვა პასუხიო? ვისთვის უნდა მოეთხოვა და ვის უნდა მოეთხოვა? უპატრონო ობოლს, რომელსაც რეალურად ფაქტია რომ დედაც არ ედგა, არ თუ ვერ ედგა გვერდით. ფიზიკურად არავინ არ ედგა გვერდით. არავინ არ ყავდა უპატრონო ბავშვს. რა უნდა ექნა? ჩვეულებრივად ჩურის ძიების ძალადობის ყველაფრის მსხვერპლი ამ ერთ ბავშვზე გადაიარა ყველას ცოდვა ბრალმა და ვისთვის უნდა მოეთხოვა პასუხი გაფიცებთ ხალხო რა სამართალია ახლა რაღა დროს ამაზე საუბარი არის ой გიჟდები ესეთი კატეგორიის ადამიანებზე იმ საქართველოში პასუხის მოთხოვნა კი არა დღეს 21 საუკუნე შემდგარ ჩამოყალიბებულ ქალებს 30-40 წლის ქალებს უჭირთ ძალადობაზე საუბარი და არიან მოძალადეებთან და სალტანატი გახსოვთ ყაზახეთში რა მოხდა რა უჭირდა იმ გოგოს ოჯახი არ დაუდგებოდა გვერდით თუ ფინანსურად არ იყო ანუ მაგნაირი რამდენია პროფესია არ ქონდა თავს ვერ ირჩენდა ოჯახი არ ყავდა ისეთი რომ გვერდში არ დაუდგებოდა და ხელს კრავდა თუ ანუ რა უჭირდა არაფერი ხო დღეს გიჭირს სამართალი იპოვო და გაიკვლიო გზა და მაშინდელზე 15 წლის ბავშვზე იძახიან არასრულწლოვანზე 15 წლის ბავშვზე იძახიან და თუნდაც 17 და 18 წლის მაშინ სად იყო სრულიად უპატრონო რომელიც მე მგონი სრულწლოვანი რომ გახდა გამოყარეს სვანეთიდან საერთოდ გამოყარეს გამოძიება დაიწყო როგორც ვიცი იმედი მაქვს რომ როგორც ეს ყველა ცოცხალია და უნებელი და უბრალოდ ხო აი არასებულ ბავშვობასა და ახალგაზრდობას ვერავინ დაუბრუნებს მაგრამ სიმართლისთვის ნამდვილად ჯერ ხო რა თქმა უნდა დამტკიცდეს ეს ყველაფერი ასეთ რამეს
აი 1000 რაღაცა მოვისმინე, აი ასეთ რამეს ვინ მოიგონებს, ხალხო ასეთი რაღაცა როგორ შეიძლება რომ ვინმე მოიგონოს. ხო წარმოუდგენელია. საშინელება. იმედი იპოვის სამართალს. ეს მე ამაზე მინდოდა მესაუბრა, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ცხელია, ემოციების ქვეშ ვარ, ჯერ აი ძალიან ახალია ჩემთვის, იმიტომ რომ ახლა ვიპოვე. ეგ ამბავი და ამიტომ მინდოდა რომ რაღაცნაირად ჩემი აზრიც გამეზიარებინა. დამოკიდებულება უფრო სწორად. ნუ სხვანაირი დამოკიდებულება როგორ უნდა ქონდეს ადამიანს მე არ ვიცი. მაგრამ მაინც ეს დავიწყებ ახლა მეცხოვას ამასობაში. თქვენ დაგემშვიდობებით. შემდეგ ვლოგამდე.